ბოლო 3 საათში თბილისში 2 ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ერთი შემთხვევა მტკვრის სანაპიროზე, მეორე კი ლილოს დასახლებაში მოხდა. დაზვერვის სამსახური კობახიძიდან ოხანაშვილის დაქვემდებარებაში გადადის. წულუკიანის კომისიის 23 სხდომის გაშუქებას მოამბემ 1400 წუთამდე დრო დაუთმო, რაც თითქმის ერთი სრული დღეა. ინფორმაციას ონლაინ გამოცემა მაყურებელი ავრცელებს. ფინეთი უკრაინას საბრძოლო მასალას მიაწვდის, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაფინანსდება. ბრიტანეთი და ევროკავშირი თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ. შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰიბრიდული ომები, კიბერუსაფრთხოება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობა და საზღვაო უსაფრთხოება. კიბო ყველას გვეხება, როგორც ბევრმა თქვენგანმა, მე და ჯილმაც ვისწავლეთ, რომ ყველაზე ძლიერები რთულ პერიოდებში ვართ. მადლობა მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. ჯო ბაიდენი კიბოს დიაგნოზის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს.